მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო. არ ვიცი რამდენად გესმით ჩემი ხმა, მაგრამ მინდოდა ეს პატარა მონაწყვეტი აქ დამეწყო, თვითონ უკვე თვითმფრინავში. მივდივართ საქართველოში. საქართველოში 15 წლის შემდეგ. 15 წელი არის ძალიან ბევრი. 13 წლის ვიყავი, როდესაც დავტოვეთ საქართველო და დღეს 11 ივლისს 2026 წელს ბრუნდები საქართველოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ 15 წლის შემდეგ. აი არ ვიცი როგორ გადმოგცეთ ჩემი ემოციები. ჯერჯერობით ძალიან ისეთი მოშვებული ვარ, იმიტომ რომ ჯერ დრო მაქვს თვითმფრინავში, რომ რაღაცნაირად დავისვენოსავით, მაგრამ საქართველოში რომ ჩავალ, ძალიან დიდი შოკი იქნება ჩემთვის. და გავუმკლავდეთ ამ რეალობას, ამ განცდას. რადგან ძალიან განვიცდი, მე თვითონაც არ ვიცი რას, რაღაცნაირი შიში მაქვს, მაგრამ ალბათ ნორმალურია ეს ყველაფერი, რადგან არ ვიცი როგორი დამხვდება ჩემი ქვეყანა. მე კი ძალიან კარგად მახსოვს როგორი დავტოვე, მაგრამ როგორი დამხვდება არ ვიცი. უზომოდ მაინტერესებს და მაღელვებს და მაშინებს და კარგით, აღარ მოგაწყენთ, აქ მაინც არის მის კარგად ჩემი. თავისი შარმი აქვს მაინც. ჩემო მეგობრებო, აი ჩვენც ჩამოვედით, ვართ ჯერჯერობით თელავში, მამიდა ჩემთან და შემდეგ მივდივართ სიღნაღში ჩვენთან, სადაც მე გავიზარდე და დავიბადე. აი უბრალოდ არ ვიცოდი როგორ რამე თქვა თქვენთვის, როგორ გამეზიარებინ, აი სიტყვები არ მყოფნის, როგორი განწყობა მაქვს. თითქოს და არასდროს არ წავსულ ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს და უბრალოდ უცბად გავიზარდე. ხო და აი უბრალოდ როცა მანქანა გაივლის სახლთან და სიმღერა ქართული მოდის, აი უბრალოდ ბურძგლავს. აი არ ვიცი როგორ აგიხსნათ ეს ბედნიერება, ეს პირველი 2 საათი იცით რომ ვიყავი საქართველოში ვართ. საქართველოში ვარ და იცი მაკანკალებთ. თითქოს ახლა всё უკვე ჩამისცა თავში რომ всё აქ ვარ. რომ გადივართ ხოლმე სასეირნოდ, აი ვგრძნობ რომ ვარ უცხო ქვეყანაში, რადგან არ გავს სადაც მე ვარ ახლა საფრანგეთში, მაგრამ თითქოს და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არასდროს არ წავსულ ვარ და აი უბრალოდ მე გავიზარდე. აი ძალიან მაგარი შეგრძნებაა. აი არ ვიცი რა გითხრათ, ამიტომ ხვალე აუცილებლად ბევრ რამეს გადაგიღებ სიღნაღში და
ეს ვინ არის? აბა, ეს ვინ არის? ეს არის ჩემი დედაშვილის შვილი. ხო? ხო? ხვალე აუცილებლად ბევრ რამეს გადაიღებ სიღნაღში და აუცილებლად დავდებ უფრო დიდ და კარგ ვლოგს. ამიტომ ასე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ჩამოვედი როგორც იქნა 15 წლის შემდეგ. ღმერთს მადლობა, აქ ვარ დავბრუნდი.